თბილისში 12 იანვარს რესტორან ბაბილოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 9 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მოქალაქეები ადგილზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეები რესტორანში კორპორატიულ წვეულებას აწყობდნენ. მურუსიძე ჩინჩალაძის ეგრეთ წოდებული კლანის უსაფრთხოებაზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ზრუნავდნენ. დაკავებული 9 პირიდან 5 დიღმის მთავარის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დაკავებულების ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი უშუალოდ გოგა მემანიშვილის ბრძანებით დააკავეს, რადგან პოლიციის მაღალჩინოსანი საპროტესტო აქციების დროს ამ პირებს ემუქრებოდა, რომ როგორც კი შანსი მიეცემოდა, დაიჭერდა. ამ ეტაპისთვის ვიცავ 4 ადამიანს, ერთ-ერთი უკვე მოვინახულე, რომელიც ამბობს, რომ ის დააკავეს უკანონო და კადრებში ყველა ვნახა ხო, რომ ეს ადამიანები იდგნენ თავისთვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და პოლიციელები მივიდნენ, მაგალითად ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ თვითონ გოგა მემანიშვილმა დააკავა ძალადობრივი მეთოდებით, კისერზე მოუჭირა ხელი და ესე წაათრია მანქანაში და ჩასვა და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ყველაზე ცინიკური რა არის, იცით, რომ აი ეს თავისუფალი ადამიანები ზონდერმა პოლიციელებმა ხო დააკავეს და ეხლა სწორედ იმ მოსამართლეებმა უნდა გაასამართლონ, ვის აქციელსაც ეს ადამიანები აპროტესტებდნენ. დაკავებულთა შორისაა თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე, გარკვეული სახის დაზიანებები მასაც აღენიშნება. ის იმ დროს დაიჭირეს, როცა სამართალდამცველები აქციის მონაწილე გოგონას ფიზიკურად უსწორდებოდნენ და იჭერდნენ. ჩაჩანიძე აქციის მონაწილის დახმარებას ცდილობდა. გიორგი არის მსახიობი, ის დააკავეს გუშინ ბაბილოსთან, სადაც მოსამართლეებმა ღრეობა მოაწყვეს. დაზიანებები მიაყენეს დაკავების დროს თმაზე, ასე ვთქვათ, ხელებზე და ყელის მიდამოებში, როგორც ადვოკატმა თქვა, ამ ადგილებზე აქვს მცირედი დაზიანებები. ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს, არა მხოლოდ ჩემი ძმა, არამედ ბევრი პატრიოტი ადამიანი დღეს აი რუსული რეჟიმის ტყვეობაშია. ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ბაბილოს წინ საპროტესტო აქცია 12 იანვარს დაახლოებით 15 საათზე დაიწყო, მას შემდეგ რაც რესტორანში მოსამართლეებმა შეკრება დაიწყეს. აქციაზე საპროტესტო პლაკატებით მივიდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების მშობლები. რას აქციების არ გეშენია, ბიჭო, რას გავხართ? სარკეს ჩაიხედეთ, ან რაღაცა ხალხს შეხედეთ. რა დღეში ჩავარდით, რა დღეში ჩაგაგდოთ, ბიძინა. რა დღეში ჩაგაგდოთ, ბიძინა. რამ დაგამონათ ესე? მიწერა თუ არ გისკდება, ბიჭო, ფეხქვეშო დადიხარ საკეიფო. მიწერა თუ არ გისკდება. საჭმელი როგორ უნდა გადაგივიდეს მაგ მუცელში, ბიჭო? საჭმელი როგორ უნდა გადაგივიდეს მაგ მუცელში? დიმიტრი გრიტიშვილი ყველა უსამართლო მოსამართლის დედას შევეც. არ გაბრძანდებოდა. რესტორანში შესასვლელად მოსამართლეებს ეგრეთ წოდებული სირცხვილის კორიდორის გავლა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების მოსმენა მოუწიათ. მოსამართლეებს ბაბილოს ფოიეში პირადად ხვდებოდა სანქცირებული ლევან მურუსიძე.
ზოგიერთმა მოსამართლემ რესტორანში შეპარვა უკანა შესასვლელიდან სცადა, თუმცა შეკრებილების პროტესტისთვის თავის არიდება მაინც ვერ შეძლო. ჩუმად რომ მიიპარებით. აუ ხალხს შემოუარა, მანქანას არის სხვაგან გააჩერა. გლდანში გააჩერა ტიპა მანქანა. გლდანში გააჩერა მანქანა უკდა შეოპარული. რა დღეში ჩაყარათ, რა დღეში ბიძინა. რა დღეში ჩაყარათ, რომ გიტყდება. იმის თქვა გიტყდება, რომ მოსამართლე ხარ. მოსამართლე რო ხარ, მაგის თქვა გიტყდება. მოსამართლეთა ნაწილმა კორპორატიული წვეულება დროზე ადრე დატოვა. აქციის მონაწილეები რესტორნიდან გამოსულებს პროტესტით დახვდნენ, ერთ-ერთ მათგანს კი კვერცხები ესროლეს. რა მიირთვით? კაი საჭმელები იყო ბაბილოში? აი ახალგაზრდა კაცი ხარ. ახალგაზრდა კაცი რო ვარ, რეპრესიები ხარციელდება ჩემს მიმართ. აბა ვინ არის? კაი. არ არის ხო მოსამართლე? არ არის. აი სახელი ვარ გითხარით, ვინები ხარ? ვაჟა მქვია. თქვენს გვერდი ქალბატონს რა კაირა მიჭერე ჩემს მაკაცას მიჭერე რა კაირა კაი რა არის მითხარი კაი არის ჩემს მაკაცას რა იჭერე და რა იჭერე რეპრესიები რა ხარციელდება ჩემზე კაია ამოიწე თაკი ავტობუს მოსულ ავტობუს დავიდანო ავტობუს მას შემდეგ რაც მოსამართლეებმა პროტესტის ფონზე წვეულება დაასრულეს, ადგილზე დამატებით მიიყვანეს საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. რესტორან ბაბილოსთან გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ. რესტორან ბაბილოსთან დაკავებულთა ნაწილი 4 პირი ამ დრომდე ზაჰესის იზოლატორშია. ერთ-ერთი დაკავებული დანიელ ბუკაშვილი აცხადებს, რომ დაკავებისას დაზიანებები მიიღო. ადვოკატის თქმით, მან პროტესტის ნიშნად იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საბოლოოდ რესტორნის შესასვლელთან სამართალდამცავებმა მოსამართლეებს გზა გაუთავისუფლეს. მათ წვეულება საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს. იანვარს დაკავებებით დასრულდა საპროტესტო აქცია ბათუმშიც. აჭარის მთავრობის სახლთან თავდაპირველად დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სტიკერების გაკვრა შეეცადა. ამის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შენი გავწევ. ამაში რა პრობლემაა? არა. გამოხატეთ თქვენი თავისუფლება, სადაც თქვენ დიალოგს გადაიცით. ვერ გამოხატეთ. იმიტომ რომ ვერ გამოხატეთ. ვინა? პოლიციელი ვარ. არა, უწესოთი არა. თქვენ ხართ
კანონსა რუსეთს ამსახურები თუ გაინტერესებს. მაგრამ აი აქ რა თქმა უნდა მოქალაქეა. რა თქმა უნდა. გადაჭი და გამოხატე. ეგ არის ხო? ეგ არის გამოხატების Stari sta basdino, pedro e consenta tvoje. Vajna kilat. Kilat rastake. აქციაზე ასევე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე, რომელიც რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს. დაკავებულთა შორის არიან დროას წევრი შუშანა მაცაბერიძე, ძლიერი საქართველოს წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და გახარია საქართველოსთვის წევრი ელიზბარ ჩხიკვაძე. გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით აქციაზე დააკავეს მათი ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ბათუმში 12 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს.